ტრამპს რომ არ მოიგო არჩევნები, მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ბაიდენის ადმინისტრაციის შთამომავლებს რომ მოიგოთ არჩევნები ამ შემთხვევაში კამელა ჰარის, მე შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საქართველოს ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნებოდა ახლო მომავალში ხელისუფლებას გულისხმობ და სადაც მარტში, აპრილში ჩემი აზრით უკვე ქართული ოცნება რევოლუციური პროცესებით ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა. კახაკახიშვილის განცხადებით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ჯო ბაიდენს რომ გაემარჯვა, საქართველოში ხელისუფლების გადატრიალება მოხდებოდა. ამის შესახებ მან რადიო სივრცის ეთერში სტუმრობისას განაცხადა და მაგალითად მოიყვანა ის ფულადი რესურსები, რაც გამოყოფილი იყო ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში. ესენია უკრაინა, სლოვაკეთი და საქართველო. ჩვენ ხედავთ, რამხელა ფული დაიხარჯა აგერ ეხლა კი ილონ მასკმა კი გამოაქვეყნა 5.5 მილიარდი დოლარი იყო დახარჯული უკრაინაში მაიდანზე, 1.5 მილიარდი იყო გამოყოფილი სლოვაკეთში. ამ ხელა ფულს საქართველო ვერ გაუძლებდა, შეიძლება მე ძალიან ბევრ სინანულის ზნობა გარჩენოდა იმ რევოლუციაში მონაწილე პირებს, მაგრამ პოლი თავისას აკეთებს და იცით თქვენ მით უმეტეს ფულს ემატებოდა საერთაშორისო მხარდაჭერა და თქვენ ხედავდით რომ ფაქტობრივად უკრაინაში ომის პარალელურად მათი პრესპიკერი დღე არ გავიდოდა რომ პრესკონფერენციას საქართველოს არ ეხსენებინა ნეგატიურ კონტექსტში. და საალჩოს ქარდები ყოველ დღე. ქარდები მე იმ მათი პრესპიკერის ირონიული საუბარი, ზოგჯერ ირონიული, ზოგჯერ მკაცრი, მე ამ ჩვენი ელჩების ყოველდღიური ნოტაციები და მე ამას ემატებოდა კიდე უამრავი რაღაცა ამ მექრთამე ბიუროკრატები როზიან ევროკავშირში. შეიძლება ისეთი პროვოკაცია დაეფინანსებინა და 1.5 მილიარდი, 2 მილიარდი დოლარი საქართველოს დიდი ფულია, რომ უბრალოდ დაბრალებოდა ხელისუფლებას და აი რაღაც მომენტში აფექტში მომხდარიყო გადატრიალება. მერე კი დადგებოდა ყველაფერი თავის ადგილას, მაგრამ მერე უკვე მოვიდოდა რა დრო იცით, რა დროც არის დღეს მოლდოვეთში, რა დროც არის უკრაინაში, რომ არც ერთი სხვა ოპოზიციური ტელევიზია არ არსებობს, არც ერთი სხვა ოპოზიციური მედია არ არსებობს და ისევ სამი ტელევიზია აჩვენებდა ბრეჟნევით ვრემიას იმ მომავალი ხელისუფლების და იტყოდა რომ ყველაფერი კარგათაა და ყველა ელჩი მიუხედავად იმისა დარწმუნებული ვარ რა წამებაც იქნებოდა და რა ანარქიაც იქნებოდა პოსტრევოლუციურ პროცესზე ტაჟს დაუკრავდნენ და ვითომ ვერაფერს ვერ ხედავდნენ.